თუ შენ ახლა მოხვედი ამ ვიდეომდე, ეს შემთხვევით არ მომხდარა. შენი მფარველი ანგელოზები ამავე წამს შენს გულს ჩუმად ესამურებიან და აქვთ ძალიან განსაკუთრებული შეტყობინება იმ ადამიანზე, რომელიც შენს ცხოვრებიდან წავიდა. შეიძლება ჯერ კიდევ გრძნობდეთ კივილს, დაბნეულობას, ან კი აკითხებოდეს საკუთარ თავს, რატომ დაუშვა ღმერთმა ეს ყველაფერი. მინდა იცოდე, რომ ყოველი წასვლისა და დაშორების უკან დგას ღვთისეული მიზანი. ამ წამს, როცა მისმენ, ღვთიური ენერგია გეხვევა. ამზადებს შენს გულს იმისთვის, რომ გააცნობიერო ზეციური სიბრძნე იმ ყველაფრის უკან, რაც განიცადე. ანგელოზებმა სწორედ ეს მომენტი, ეს ვიდეო აირჩიეს იმისათვის, რომ გაგიმჟღავნონ ის ჭეშმარიტება, რომელიც შენს გულს სჭირდება, რომ მოისმინოს დაშორებებზე, რომელთაც ღმერთი ჩვენს ცხოვრებაში გვიგზავნის. სანამ გავაგრძელებთ, მინდა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გააკეთო. დაწერე კომენტარებში. მე ვენდობი ღვთის გეგმას. ეს რწმენის განცხადება გახსნის შენს გულს, რათა მიიღო სრული შეტყობინება, რომელიც ანგელოზებმა სპეციალურად შენთვის მოამზადეს დღეს. ანგელოზები ჩაან, რომ ერთი ღრმა ჭეშმარიტება გაიგო. როცა ღმერთი ვინმეს აშორებს შენს ცხოვრებიდან, ის რაღაც ძალიან ფასეულის დაცვას ცდილობს შენში. ის ადამიანი, რომელიც წავიდა, დევს ელოჰას, ან უბრალოდ გაქრა შენი გზიდან, შემთხვევით არ წასულა. ღმერთმა თავისი უსაზღრო სიბრძნით დაინახა ის, რაც შენს ადამიანურ თვალებს ჯერ კიდევ არ შეეძლო შეემჩნია. შეიძლება ეს ადამიანი გაკავებდა იმ კურთხევებს, რომლებიც შენთვის იყო განკუთვნილი. შეიძლება ის ხელს გიშლიდა შენი ნამდვილი ძალის, შენი ნამდვილი ღირებულების აღმოჩენაში. ანგელოზები ჩუმად მიცხადებენ ჩემს გულს, რომ ხშირად ღმერთს სჭირდება დაგვიცალოს ურთიერთობებისგან, რომლებიც აღარ გვემსახურებიან, რათა მივიღოთ ის, რაც ნამდვილად იმსახურებს ჩვენს ცხოვრებაში ყოფნას. შენ აქამდე შემთხვევით არ მოხმედი. შენი მფარველი ანგელოზი გიძღვებოდა ამ გზით, ამ შეტყობინებამდე, რადგან შენს გულს სჭირდება გააცნობიეროს, რომ ყოველი დაშორება სინამდვილეში ღვთიული გადამისამართებაა. ღმერთი არაფერს არ თმევს შენსგან, სანამ რამე ბევრად უკეთესს არ ამზადებს. ის არასოდეს ხურავს კარს, სანამ არ მოამზადებს ფანჯარას, რომელიც გაცილებით ლამაზი იქნება გასახსნელად. ის ტკივილი, რაც განიცადე, ის მონატრება, რასაც ისევ ატარებ, ის კითხვები, რომლებიც შენი გონების ირგვლივ ტრიალებს, ყველაფერი ეს სულიერი განწმენდის პროცესის ნაწილია. ღმერთი წმენდა შენს გზას, აშორებდა დაბრკოლებებს, რომელთა არსებობაც შენთვის უცნობი იყო. ეს ადამიანი, მიუხედავად იმისა, რამდენად გიყვარდა ან რამდენად მნიშვნელოვანი იყო შენთვის, რაღაც ფორმით ზღუდავდა იმ დიდებულ გეგმას, რომელიც ღმერთს აქვს შენი ცხოვრებისათვის. ანგელოზებს სურთ, რომ იცოდე, შენში არაფერია არასწორი. შენ არ მიგიტოვეს, შენ გადამისამართდი. შენ არ მიგატოვეს, შენ გადაგანაწილეს იმისთვის, რომ მიიღო რაღაც უსასრულოდ უკეთესი. ღვთის სიყვარული შენს მიმართ იმდენად დიდია, რომ ის არ დაუშვებს არაფერს და არავის, რომ ხელი შეუშალოს შენი დიდების და სრულყოფილი ბედნიერებისკენ მიმავალ გზას. ვიცი, რომ ხანდახან, განსაკუთრებით კი ღამის სიჩუმეში, ეკითხები საკუთარ თავს თუ რაიმე არასწორად გააკეთე. თავიდან გადახედავ საუბარს, აანალიზებ ყოველ სიტყვას, ყოველ ჟესტს, ცდილობ გაიგო, სად შეიცვალა ყველაფერი. შენი გული ისევ ტკივა, როცა ფოტოს ხედავ, მუსიკას უსმენ, ან იმ ადგილს გასცდები, რომელიც მოგონებებს აღვიძებს. და ეს სრულიად ნორმალურია. შენ ადამიანი ხარ, შენ გიყვარდა ნამდვილი სიყვარულით. მაგრამ ანგელოზები სურთ, რომ გაიგო ეს ტკივილი, რასაც გძნობ, არ არის ნიშანი იმისა, რომ შენში რამე არასწორია. ეს ნიშანია იმისა, რომ შენი გული წმინდაა, რომ შენ შეგიძლია ღრმად გიყვარდეს. და სწორედ ამიტომ უნდა დაიცვას ღმერთმა ეს ძვირფასი გული. მიმართოს იქით, ვინც ნამდვილად დააფასებს და იზრუნებს მასზე, როგორც იმსახურებს. შეიძლება გიგრძნია, რომ არასაკმარისი იყავი. გიფიქრია, რომ უნდა შეცვლილიყავი, რათა ეს ადამიანი შენს გვერდით დაგეტოვებინა. მაგრამ სიმართლე ის არის, რომ შენ უკვე სრულყოფილი ხარ ღვთის თვალში. შენ უკვე საკმარისი ხარ. შენ უკვე უპირობოდ გიყვარს სამყაროს შემოქმედს. და როცა ვიღაცას არ შეუძლია ამის დანახვა, როცა ვიღაც ვერ აფასებს იმ საგანძურს, რაც შენ ხარ, ღმერთი ნაზად აშორებს ამ ადამიანს შენი გზიდან. შეიძლება მარტოობის პერიოდს გადიოდე, გრძნობდე, რომ მარტო მიდიხარ, მაგრამ ანგელოზებს სურთ, რომ იცოდე, შენ არასოდეს ყოფილ ხარ მარტო. ყოველი ნაბიჯისას, რომელსაც დგამ, ზეციური ლეგიონი შენს გვერდით მიდის, ამზადებს ღვთიურ შეხვედრებს, ხსნის კარებს, რომლებიც ვერავინ დახურავს,
და შენს ცხოვრებაში მოაქვს ადამიანები, რომლებიც მღისიერად ამოიცნობენ შენს ფასს. ეს თითქოს და სიცარიელის ფაზა არ არის სასჯელი, ეს არის მომზადება. ღმერთი ამ დროს იყენებს იმისათვის, რომ იმუშაოს შენში, გააძლიეროს შენი რწმენა, განავითაროს შენი ემოციური დამოუკიდებლობა, რათა როცა მოვა სწორი ადამიანი, მზად იყო ცხოვრებისათვის სიყვარულში, რომელიც იქნება მომწიფებული, დაბალანსებული და ღვთის მიერ კურთხეული. გააჩერე საკუთარი თავის დადანაშაულება. შეწყვიტე ფიქრი, რომ საკმარისი არ იყავი. შენ მეტი იყავი, ვიდრე საკმარისი. შენ მეტის კი იყავი იმ ადამიანისათვის, ვინც ჯერმზად არ იყო შენი სიყვარულის დიდებულების მისაღებად. და ღმერთმა, რომელმაც შენი გული შენზე უკეთ იცის, გადაწყვიტა შეენახა ეს სიყვარული იმისათვის, ვინც ნამდვილად შეძლებს მისი დაფასებას და პატივისცემას. ამ წამს, როცა ამ სიტყვებს უსმენ, ანგელოზები მთებს ამოძრავებენ შენ სასარგებლოდ. ისინი მუშაობენ შენი ცხოვრების კულისებში, ორგანიზებენ ღვთიურ შეხვედრებს, ამზადებენ გულებს, რომ შეგიყვარონ ისე, როგორც იმსახურებ. ის, რაც ღმერთმა მოამზადა შენთვის, იმდენად დიდებულია, რომ მას დასჭირდა ყველაფერი ჩამოეშორებინა, რაც ზედმეტად პატარა იყო, რათა ვერ დატეულიყო მის სრულყოფილ გეგმაში შენი ცხოვრებისათვის. უნდა გაიგო, რომ ყოველი ცრემლი, რომელიც დაღვარე ამაოდ არ ყოფილა, ყოველი ღამის ლოცვა, ყოველი მომენტი, როცა ღმერთს მიჰყავდი, ყოველი წუთი, როცა აპატიე გატეხილი გულითაც კი, ყველაფერი ეს ზეციერმა მამა მიხილა და ის ამზადებს ჯილდოს იმდენად მშვენიერს, იმდენად სრულყოფილს, რომ უკან მიიხედავ და მადლობას ეტყვი ყოველი დაშორებისათვის, რაც განიცადე. ანგელოზები ჩუმად მეჩურჩულებიან სულში, რომ ამ წამს ვიღაც შენთვის ლოცულობს. ვიღაც თხოვს ღმერთს, რომ იპოვოს შენნაირი ადამიანი. ვიღაცა, ვინც შენს თვალებში ჩაიხედავს და დაინახავს არა მხოლოდ იმას, ვინც ხარ ახლა, არამედ იმასაც, ვინც შეგიძლია გახდე მის გვერდით. ვიღაც, ვინც შეიყვარებს შენს არასრულყოფილებებს, იზეიმებს შენს გამარჯვებებს და შენთან ერთად გააგრძელებს გზას იმ ოცნებებისკენ, რომლებიც ღმერთმა შენს გულში დარგო. ღმერთის დრო სრულყოფილია. ის არც ერთი წუთით ადრე მოვა და არც ერთი წამით გვიან. და სანამ ეს დრო დადგება, ის მუშაობს შენში და იმ ადამიანში, რომელიც შენთვის აირჩია. ის აერთიანებს გულებს, ამზადებს ისტორიებს, ქსოვს შეხვედრას, რომელიც იმდენად სრულყოფილი იქნება, რომ მაშინვე მიხვდებით, ღმერთი იყო ის, ვინც გაგაერთიანათ. განაცხადე ახლა ჩემთან ერთად. მე ვენდობი ღმერთის დროს, მე ვენდობი ღმერთის გეგმას. ვიცი, რომ საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის. იგრძენი ეს ჭეშმარიტება, რომელიც შენს არსების ყოველ უჯრედში აღწევს. შენ არ დაგვიწყნია, შენ არ მიგიტოვეს, შენ არჩეული ხარ, რომ განიცადო რაღაც განსაკუთრებული. ზეცა ამ წამს შენს სასარგებლოდ მოძრაობს. ანგელოზები იგზავნებიან, რათა მოამზადონ შენი გზა. კარები იღება, გულები ემზადება და ძალიან მალე უკან მიიხედავ და სრულყოფილად გაიგებ, რატომ დასჭირდა ღმერთს ზოგიერთი ადამიანის შენი ცხოვრებიდან მოშორება. დაინახავ, რომ ეს არ იყო დანაკარგი, ეს იყო მოგება, ეს არ იყო დასასრული, ეს იყო ახალი დასაწყისი, ეს არ იყო უარყოფა, ეს იყო ღვთიური გადამისამართება. თუ ამ შეტყობინებამ შენს გულს შეეხო, თუ იგრძენი, რომ ანგელოზებმა მართლაც შენთან ისაუბრეს ამ სიტყვებით, ახლა მინდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ გააკეთო. დაწერე კომენტარებში. მე ვიღებ ამ სიტყვას და ვენდობი ღვთის გეგმას ჩემი ცხოვრებისათვის. ეს მხოლოდ ფრაზა არ არის, ეს არის რწმენის განცხადება, რომელიც აამოქმედებს იმ კურთხევებს, რაც ღმერთს შენთვის აქვს მომზადებული. ანგელოზებმა მაჩვენეს, რომ ბევრი ადამიანი, ვინც ამ ვიდეოს უყურებს, სასწრაფოდ საჭიროებს ამ შეტყობინებას. შეიძლება ეს იყოს შენი დედა, შენი ძმა, შენი საუკეთესო მეგობარი, ან თუნდაც უცნობი ადამიანი, რომელსაც ღმერთი შენს გზაზე შეგახვედრებს. გააზიარეთ ეს ვიდეო. გახდი ღმერთის იარაღი, რათა მიიტანო იმედი და სულიერი განკურნება სხვა გულებამდე, რომლებიც გადიან იმავეს, რაც შენ გადაიტანე. როცა რწმენის შეტყობინებას აზიარებ, შენ მხოლოდ სხვას არ ეხმარები, შენ თესავ სულიერ სამეფოში და ბიბლია გვასწავლის, რომ ყველაფერს, რასაც ვთესავთ, მივიღებთ გამრავლებით. როცა სხვებს აკურთხებ ამ სიტყვით, შენ თავად ხსნით ცის კარიბჭეებს, რათა კურთხევები გადმოიღვაროს შენს საკუთარ ცხოვრებაში. თუ ჯერ კიდევ არ ხარ გამოწერილი არხზე, გიწევ, რომ გამოიწერო და გაააქტიურო ზარისღილაკი შეტყობინებებისთვის. ეს მხოლოდ ვიდეოების თვალყურის დევნისთვის არ არის.
ეს იმისთვისაა, რომ გააგრძელო იმ გზავნილების მიღება, რომლებიც ჩვენს ანგელოზებს სურთ გადმოგცენ. ყოველი ვიდეო, რომელსაც აქ ვაქვეყნებთ, არის წინასწარმეტყველური სიტყვა, კონკრეტულად იმ ადამიანისათვის განკუთვნილი, ვისაც ღმერთი სურთ შეეხოს. ასევე მინდა იცოდე, რომ შენი ისტორია აქ არ მთავრდება. ეს ვიდეო არის მხოლოდ დასაწყისი შენი ცხოვრების ახალი ფაზისა. ფაზისა, სადაც ღმერთის სიყვარულს ისეთ ფორმაში განიცდი, როგორშიც არასოდეს განგიცდია. ფაზისა, სადაც გაიგებ, რომ ყოველი დაშორება სინამდვილეში იყო დაახლოება ღვთის სრულყოფილ გეგმასთან შენთვის. მომდევნო დღეებში ყურადღებით დააკვირდი ნიშნებს, რომლებიც ღმერთს უნდა გამოგიგზავნოს. ეს შეიძლება იყოს სიმღერის მეშვეობით, საუბრისას, მოულოდნელი შეხვედრით, ან თუნდაც სხვა ვიდეოთი აქ არხზე. ღმერთი მუდმივად გესაუბრება. შენ უბრალოდ გჭირდება თვალები, რომ დაინახო და ყურები, რომ მოისმინო. და დაიმახსოვრე. ამ გზაზე მარტო არ ხარ. აქ კომენტარებში არის რწმენის საზოგადოება. ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ შენს მსგავს სიტუაციებში. ადამიანები, რომლებიც ილოცებენ შენთვის და გულშემატკივრობენ შენ სიკეთეს. გახდი ამ სულიერი ოჯახის ნაწილი. გაუზიარე შენი ისტორია. ილოცე სხვებისთვის. იყავი სინათლე იმათ ცხოვრებაში, ვისაც ეს სჭირდება. სანამ ამ შეტყობინების დასასრულამდე მივალთ, მინდა რომ რამდენიმე წამით დახუჭო თვალები და იგრძნო ანგელოზების არსებობა შენს ირგვლივ. ისინი აქ არიან, ამ წამსვე. გეხვევიან სიყვარულით, მშვიდობით, იმით რომ უკეთესი დღეები უკვე გზაშია. ღრმად ჩაისუნთქე და მისცე ამ ჭეშმარიტებას უფლება დამკვიდრდეს შენს გულში. შენ გიყვარს, შენ ძვირფასი ხარ, შენ არჩეული ხარ ღმერთის მიერ. მინდა ახლა შეგევედრო. ზეციერო მამაო, მე ვდგამ შენს ტახტთან ამ ძვირფას სულს, რომელიც ამ ვიდეოს უყურებს. შენი ცნობ ყოველ ცრემლს, რომელიც მან დაღვარა, ყოველ ღამეს, როცა უძილოდ გაატარა ვინმეზე ფიქრში, ვინც მისგან დაშორდა. უფალო, გთხოვ სრულიად განკურნო მისი გული, მოაცილე მას ყველა ტკივილი, ყველა წყენა, ყველა უარყოფის გრძნობა. აავსე მისი გული შენი მშვიდობით, შენი იმედით, იმით რომ საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის. უფალო, ვაცხადებ რომ დაშორებები, რაც მან განიცადა, არ იყო სასჯელი, არამედ გადამისამართება. ეს არ იყო დასასრული, არამედ ახალი დასაწყისი. გთხოვ გაუხილო მას სულიერი თვალები, რომ დაინახოს შენი სრულყოფილი გეგმა, რომელიც მის ცხოვრებაში იშლება. გაუშვი შენი ანგელოზები, რომ მოამზადონ მისი გზა, რომ მოიტანონ სწორი ადამიანები, კურთხეული ურთიერთობები, ნამდვილი სიყვარული, რომელიც შენ შენახული გაქვს მისთვის. ნებას თხოვ, რომ შვიდად დაიძინოს ამ ღამით. იცოდეს, რომ ის უსაფრთხოა შენს ხელში, რომ ხვალდილას გაიღვიძოს განახლებული იმედით, განმტკიცებული რწმენით, იმით რომ შენ მუშაობ ყველა საქმეზე მისი კეთილისათვის. იესო ქრისტეს სახელით, ამინ. გაიყოლე ეს სიტყვები შენს გულში. მონატრების წუთებში გაიხსენე, რომ ღმერთი ამზადებს უკეთეს. მარტოობის დროს გაიხსენე, რომ არასოდეს ხარ მარტო. ეჭვის დროს გაიხსენე, რომ ღვთის გეგმა შენთვის არის სიკეთისათვის და არა ბოროტებისათვის, იმედის და მომავლის მისაცემად. შენ უფრო ძლიერი ხარ, ვიდრე წარმოგიდგენია. შენ უფრო საყვარელი ხარ, ვიდრე შეგიძლია გააცნობიერო. შენ უფრო ძვირფასი ხარ, ვიდრე საკუთარი თვალით ხედავ. და ის, რაც ღმერთს შენთვის აქვს მომზადებული, იმდენად მშვენიერი და სრულყოფილია, რომ ერთ დღეს უკან მიიხედავ და მადლობას ეტყვი ყოველი იმ ადამიანისათვის, ვინც შენს ცხოვრებიდან წავიდა, რათა სწორი ადამიანის სკორევდა ადგილი შემოსასვლელად. ღვთის მშვიდობამ, რომელიც ყოველგვარ გაგებას აღემატება, დაიცვას შენი გული და შენი გონება. უფლის ანგელოზებმა გარშემოგეხვიონ და დაგიცვან. იგრძენი ზეციური მამის სიყვარული, რომელიც გეხვევა ახლა და მუდამ. მდედრამდე დარჩი მშვიდობაში, დარჩი რწმენაში და დაიმახსოვრე, ღმერთის საუკეთესო შენთვის ჯერ კიდევ წინ არის. ღმერთმა დიდად დაგლოცოს.